სალამი მშიერ ხალხს თქვენი თხოვნით კი არა და ჩვენი სისულელით ჩამოვედით თებერვალში ბულგარეთში. არც თუ შემზიანი ქალაქია, განსაკუთრებით თებერვლის პერიოდში ძალიან ცივა. მაინც და მაინც რო თქვა რაღაცით გამოირჩევა ეს ქალაქი თქო მოგატყუებთ არის სტანდარტული პოსტსაბჭოთა დიზაინის მქონე ქალაქი, რომელიც არ იყო საბჭოთა კავშირში. ეს ჩემს უკან არის, აი აგერ შეხედეთ, ეს არის მთავარი ღირსშესანიშნაობა, აქაური ასე თქვათ სიმბოლო, წმინდა ალექსანდრე გვარი არ მახსოვს და გამოვიტან მერე დასახელებას. სიმართლე გითხრათ ძალიან ლამაზი არის, ფოლშიც ლამაზად გამოიყურება, მაგრამ ჩვენ აქ სულ სხვა მიზნით ვართ ჩამოსულები. ჩვენი მთავარი მიზანია დავაგემოვნოთ ადგილობრივი სამზარეულო, გავჩიჯოთ ქართული რესტორანი, როგორ ასე თქვათ მოგვეწონება თუ არ მოგვეწონება, შევაფასოთ და გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება თქვენ. გვექნება სტრიტ ფუდის დაგემოვნებაც, ადგილობრივი კერძების დაგემოვნებაც, არა სტრიტ ფუდის არამედ რესტორანშიც და ყველაფერს გაგიზიარებთ. მოკლედ ჩვენ ვართ აქ და ვიღებ და ვჭამთ. წავედით. მოგზაურობის ფარგლებში ჩვენ უნდა გავჩინჯოთ ადგილობრივი სამი კერძი, არასტანდარტული საჭმელი და რა თქმა უნდა ქართული კერძები, მათ შორის ხინკალი. პირველ რიგში ჩვენ გავჩინჯავთ ყველაზე პოპულარულ კერძს. ეს არის ბანიცა, რომელსაც ძირითადად საუზმეზე მიეთმევენ. კერძი, რომლითაც იწყება საუზმე, ყველაზე ასე თქვათ პოპულარული არის, მიახლოებით რო აგიხსნათ, ეს არის აქაური ხაჭაპური, რომელიც განსხვავდება რით? არის მარტო ყველით, რომელიც კეთდება, არის მეორე ვარიანტი, რომელშიც არის ყველი და ისპანახი. ფენა ეხვევა ცომში და არის ერთ-ერთი აქაური ასე თქვათ საყვარელი კერძი, რომელიც ყველგან იყიდება, როგორც ჩვენთან ხაჭაპური და სხვათა შორის ზოგ დაწესებულებებში, მათ შორის მარკეტებში, ხო, იყიდება ძალიან იაფად. აბა გავშინჯავ და შევაფასებ გულახდილად. მოდი ამას მე ესე ხელით გავწყვიტავ. აი ახლა კადრს ხედავთ. მიახლოებით რო აგიხსნათ, გემოთი გავს ფენოვანი ხაჭაპურის სტრუქტურა აქვს და ყველს აქვს ოდნავ მომჟავო გემო. ცოტათი გავს ხაჭოს. არ გამიკვდება, რომ ამათი ხაჭოს ნაირ სახეობა იყოს ეს, ასე თქვათ, ყველის მაგვარი შიგთავსი. ეს უკვე მეორე, ეს არის ისპანახი და ყველი. ვარ მოგატყუოთ ყველის უფრო მომეწონა. ჩემს გემოებთან უფრო ახლოს არის. ეხლა გაჩვენებთ თუ აი რამდენი, ასე ვთქვათ, შრე აქვს შიგნით. შეგედეთ შრე. ამ კერძს ქვია ბანიცა, მეგობრებო. და ეს არის ტრადიციული სასმელი, რომელიც რაღაცით გავს კვასს. ეს არის ფერმენტიზირებული ხორბალი, არის აქაური სასმელი, მეგობრებო, ბოზა, აი აქ განადა მისწორებენ ბოზა. რო ესე არა თქვა, ისე არა თქვა. ეხლა გავხსნი და გემოზე გეტყვით თუ რას გავს. ძალიან ძაფრისუნი აქვს, ბლანტი არის და ოდნავ ასე თქვათ მოყავისფრო, კრემისფერი არის უფრო. ოდნავ გავს გემოთი კვას. ფრიად გემრიელია და ძალიან სასარგებლოა სხვათა შორის. მოკლედ საუზმე მოჩით. ეხლა გადავართ სხვა კერძებსაც გავშინჯავთ და დღის ბოლოს გავაკეთებთ შეჯამებას. ქულებს რაც შეეხება, ყველის იყო ძალიან გემრიელი, უფრო არის ძალიან გემრიელი და ალბათ 9 ქულას დავუწერ. ისპანახისას კიდე უფრო 8.6 ქულა. წავიდით უკვე სხვა დაწესებულებაში. ბანიცას მithმევის შემდეგ გადავწყვიტოთ, რომ კიდევ ერთი საუზმე გავშინჯოთ. ეს არის მეკიცა. მეკიცა არის ზეთში შემჭვარი სპეციალური წომი, რომელიც ძალიან გავს ბოლჩივს, იმ განსხვავებით, რომ მას შიგთავსი არა აქვს.
Bulgarian drink. Ayran. What? მოკლედ მოვედით, ეს არის ჩვენი მეორე კერძი. ტრადიციული აქაური, ასე თქვათ, მიმართულება არის, ჭამენ ძირითადად დღის პირველ ნახევარში საუზმეზე. ეს არის მეკიცა, ტრადიციული ყველით და ძეხვით, ასევე ტრადიციული შაქრით და შედარებით არატრადიციული ნუტელათი და ბანანით. აი ესე გადაკეცავ, კაი გემრიელა. შიგნით ყველი არის და ყვითელი ყველი და სალიამის მაგვარი ძეხვი, ტრადიციული აქაური ძეხვი ეგეც. გემრიელია ნამდვილად. უბრალოდ გადამრიე არ არის. ცოტა მეც ველოდებოდი, მაგრამ მაღალი შეფასება ნამდვილად ეკუთვნის. ცოტა უცნაური რაღაცა კი არის. homemade limonadმაც გაასწორა. ეს იგი რა შემიძლია ვთქვა? ადგილობრივ ძეხვებს აქვს ძალიან მძაფრი გემო. იმდენად მძაფრი, რომ ბევრს ვერ შეჭამ. ერთხელ გასასინჯად კაი რაღაც არის, მაგრამ ვერ ინატრებ, რომ მეტა ეს მაჭამაო. სხვადასხვა იაფი არ არის. სიმართლე გითხრათ, ძალიან ძვირიან ქუჩაზე ვართ. ტურისტულ ქუჩაზე, მაგრამ მაინც ძვირი ღირს. რა შემიძლია ვთქვა? ძალიან გემრიელია, უბრალოდ ძალიან არაკომფორტულია ამის ჭამა. თან მითხეს ხელით უნდა ჭამაო და ხელით როგორ უნდა ჭამაო? შოკოლადიანი რაღაცა არ ვიცი. და მესამე. მიახლოებით ვაგიხსნათ, პონჩიკის ცომის სტრუქტურა აქვს. უბრალოდ შიგნით არ აქვს არაფერი და უშვებიან ტოპინგებს. სიმართლე გითხრათ, ძალიან ტკბილი არის, ძალიან ბევრი შაქარი აქვს მოყვილი, შაქრის პუდრა, ტრადიციულსაც, ნუტელა უამრავი არის. ვისაც მიდრეკილება გაქვთ დიაბეტისკენ არ გიჩვენთ, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ გემრიელია. ესე იგი, სალიამის და ყველის ტოპინგს დაუწერდი 8.6 ქულას, ნუტელას და ბანანს დაუწერდი 8.4 ქულას, იმიტომ რომ ზედმეტად ტკბილია, ანუ ვისაც ძალიან ტკბილი გიყვართ, მოგეწონებათ და ტრადიციული შაქრის და ტრადიციული შაქრის პუდრით კიდე 8.3 ქულას, იმიტომ რომ არაფრით გამორჩეული გემო აქვს. მოკლედ, ამას მივიწევთ და გადავართ სხვა სტრაფიკების ობიექტზე. აბა შევხვდებით იქ. საუზმის მერე გადავწყვეტ, რომ რაიმე არასტანდარტული და დიდი გავსინჯოთ. პიცის ნაწერს შეხედეთ. ერთი ნაჭერი პიცა მიახლოებით ჩვენ ფულზე ღირს 6 ლარი. საკმაოდ კაი ფასია, საკმაოდ დიდი ნაჭერია და გემოსაც ეხავე გეტყვით. ძალიან კაია. სხვადასხვა ერთ-ერთი ცნობილი პიცერია არის აქ, იმიტომ რომ იყიდება ნაჭრებით და გამომველი, ვისაც ეჩქარება და ერთი ნაჭერი პიცა ყოფნის, ყველა ხელს აყოლებს. თან ხელმისაწვდომი ფასია. ამ პიცას ფასიდან გამომდინარე და გემოდან გამომდინარე უეჭველი 9.2 ქულა. აი ესეთი პიცაა. და ფასიც მშვენიერია. ეხლა უკვე ჩვენ მივდივართ ქართულ რესტორანში, რომის ვიდეო ცალკე დაიდება. და მაგის მერე უკვე წავალთ ადგილობრივ ტრადიციულ რესტორანში. მოკლედ შევხვდებით უკვე სხვა ობიექტებზე. უზარმაზარი პიცის შემდეგ დარჩა ბოლო კერძი, ბობ ჩობრა, სისმინსკო. ესეც მეგობრებო, ამ სიცივეში რაც ყველაზე მეტად გვესიამოვნება არის ცხელი
სუპი ეს არის ადგილობრივი. შედგება რაოდენ განსაკუთრებული არ უნდა იყოს ღორის ხორცისგან, ლობიოსგან და სხვადასხვა ასე თქვათ ბოსტნეულისაგან. ერთი მაინტერესებს რა გემო აქვს ეგეთი. ხოდაშუის ადგილობრივებს ძალიან უყვართ ღორის ხორცი, იმიტომ რომ საკმაოდ ცივი კლიმატია და გინდა არ გინდა კალორიები უნდა მიიღო, რომ ასე თქვათ არ გაიყინო. ერთადერთი რასაც გული მწყდება, რომ ძალიან ცოტა უშუალოდ თავიანთი ტრადიციული კერძია. ვაზის ტოლმა ვნახე, რომელიც არ ამგონია რომ ამათი იყოს. ვნახე პატარა ქაბაბები, რომელსაც ქებაბს ეძახიან, ქებაბ ჩორს ეძახიან. კატლეტები ვნახე, რომელსაც კატლეტ ჩორს ეძახიან და ძალიან ცოტა აქვთ ამათ თავიანთი განსხვავებული და უნიკალური. ჩვენი სამზარეულო ბევრად მდიდარია ვიდრე ამათი. როგორც წვნიანს დაუწერ 9.4 ქულას. მაგრამ როგორც კერძი, ისეთი კერძი არ არის, რომ ყოველდღე ინატო. წვნიანია, ხვდებით, ჩვეულებრივი წვნიანი. ჩვეულებრივი არა, კარგი წვნიანი. ამას მე შევჭამ და წავედი აეროპორტში. ეს იყო სტრიტ ფუდი. სამწუხაროდ რესტორანში ვერ მოვასწარეთ წასვლა, ადგილობრივ რესტორანში, იმიტომ რომ ამით არ შეგვიწყო ხელი, თოვლი მოვიდა, მანქანები ვერ დადიოდნენ და ასე შემდეგ. ამიტომაც შემდეგ ჩამოსვლაზე უკვე პირველ რიგში წავალთ ბულგარულ რესტორანში. თუმცა მე მგონი საკმაოდ ბევრი გადავიღეთ, საკმაოდ საინტერესო გამოვიდა და მადლობა თქვენ რომ მოტივაციას გვაძლევთ, რომ ვიაროთ სხვადასხვა ქვეყნებში. მოკლედ წავედი.